განგაშის ზარებმა 2019 წელს რეკვა დაიწყეს. 2023 წლისთვის აშშ-მ ეს დაადასტურა. ჩინეთის დაზვერვა ოპერირებდა ფლორიდიდან მხოლოდ 90 მილში. ეს ახალი ამბავი არ იყო. ეს სინამდვილეში ყველასთვის ცნობილი იყო და ეს ყველაფერი ხდება შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ დერეფანთან ახლოს. ჩინეთს მექსიკის ყურის სანაპირო სჭირდება. კუნძულების ჯაჭვების მიღმა ჩაკეტილი, მისი ენერგიის 80% გადის სტრატეგიულ სრუტეებზე, რომელთაც თავად არ აკონტროლებს. გაზი გოლფის სანაპიროდან ევროპაში მიედინება, ხოლო ჩინეთი უყურებს დაუცველი და უმწეო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არაფერს აკეთებს. ყოველი ნაბიჯი გოლფის სანაპიროს უფრო აუახლოებს გამოწვევას, რომელსაც აშშ-ში შეიძლება ვერც კი ელოდოს. და ერთი ადგილი განსაკუთრებით გამოირჩევა. კუბა. დღეს მექსიკის ყურის სანაპირო აშშ-ის ეკონომიკის თითქმის 20%-ს შეადგენს და აშშ-ის ყველა ექსპორტის დაახლოებით 30%-ს ამუშავებს. აქ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პორტებია: ჰიუსტონი, თამპა, კორპუს კრისტი, ნიუ-ორლიანი. ეს პორტები მხოლოდ დატვირთული კი არ არის. ისინი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე აშშ-ის სხვა რომელიმე ადგილი. მხოლოდ ჰიუსტონი და კორპუს კრისტი აშშ-დან გასული ნავთობის 91%-ს ამუშავებენ. და ეს ციფრები შემთხვევითი არ არის. მექსიკის ყურის სანაპირო ენერგიის ოქროს საბადოა. შეხედეთ ამ რუკას. ამერიკის ნავთობის გადამამუშავებელი სინძლავრის ნახევარზე მეტი ყურის რეგიონშია თავმოყრილი. ქვეყნის თითქმის ყველა თხევადი ბუნებრივი აირის საექსპორტო ტერმინალი მექსიკის ყურის სანაპიროზეა. ეს უბრალოდ რეგიონი არ არის, ეს ცოცხალი, სუნთქავი სისტემაა. ირონიულად, მექსიკის ყურის სანაპირო გაიზარდა იმიტომ, რომ ის იდეალური იყო ნავთობის იმპორტისთვის. მაგრამ, როდესაც ფიქალის რევოლუცია დაიწყო, მთელი ეს არსებული ინფრასტრუქტურა ქვეყნის მთავარ საექსპორტო ჰაბად აქცია. აშშ-ში ეხლა მსოფლიოში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის ექსპორტიორია და 2019 წლიდან მთლიანობაში ენერგორესურსების წმინდა ექსპორტიორია. მექსიკის ყურის სანაპირო ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ცენტრია და პოტენციური ბერკეტი ჩინეთის წინააღმდეგ, რომელიც მას ვერ შეედრება. მაგრამ საქმე მხოლოდ ენერგიაში არ არის. მექსიკის ყურის სანაპირო ამერიკული საზღვაო ვაჭრობის ცენტრია. მაშ რა მოხდება თუ მექსიკის ყურის სანაპიროზე, თქვათ, 30 დღით შეფერხება მოხდება. ძალიან ბევრი წარმოდგენა არ გჭირდება. ქარიშხლები ამას საკმაოდ ნათლად აჩვენებენ. როდესაც კატრინა ნიუ-ორლიანს დაატყდა თავს, მან ამერიკული ნავთობის წარმოების 19% გაანადგურა და ბუნებრივი აირის მარაგის 24% საფრთხის ქვეშ დააყენა. ქვეყნის MCP-ს 0.86% შემცირდა 2017 წელს. ქარიშხალი ჰარვი ჰიუსტონს დაატყდა თავს. ტეხასსა და ლუიზიანაში მხოლოდ ერთი კვირის დაკარგულმა წარმოებამ ამერიკის ეკონომიკას 0.06% დაუჯდა. დღეს 30 დღიანი შეფერხება კატასტროფული იქნებოდა. მაგრამ მექსიკის ყურის სანაპიროს მნიშვნელობა მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლებით არ განისაზღვრება. ეს სამხედრო და იძულებით ძალასაც ეხება. ამერიკის სამხედრო ძალას ეს პორტები და ეს ენერგია სჭირდება. შედეგები აშკარა იქნება. ენერგიის ექსპორტი შეჩერდება. ფასები მთელ მსოფლიოში გაიზრდება. სამხედრო მომარაგების ჯაჭვები შენელდება. ევროპა კარგავს კრიტიკულ მომწოდებელს. ბერკეტი კრება. ეს სანაპირო მხოლოდ ამერიკას კი არ ამარაგებს ენერგიით, არამედ მთელ მსოფლიოს. და ამჟამად ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად სურს ამერიკის ძალაუფლების გამოწვევა, ჩუმად იკავებს პოზიციებს მის შიგნით. ეს იმიტომ, რომ ჩინეთი ნავთობის 70%-ს და ბუნებრივი აირის 42%-ს იმპორტირებს. ამ რესურსების დიდი ნაწილი გადის ვიწრო გასასვლელებზე, რომლებსაც ჩინეთი არ აკონტროლებს. ამერიკას ეს პრობლემა არ აქვს. პრობლემები ჰორმუზის სრუტეში. აშშ-ისთვის ეს არაფერია. ის თავად აწარმოებს ენერგიას და სანაცვლოდ იყენებს გოლფის სანაპიროს ინფრასტრუქტურას. ორი მთავარი შიდა ვიწრო გასასვლელი, რომელსაც აკონტროლებს. გლობალურ შეფერხებას პრობლემა არ აქცევს. საუბარი მხოლოდ იმაზე არ არის, რომ ამერიკა ენერგეტიკულად დამოუკიდებელია, არამედ იმაზეც, რომ ამერიკა ადგენს გლობალურ ფასებს. და ის ერთადერთი არ არის, ვინც ამით სარგებლობს. იმ დროს, როცა ევროპა ადრე დამოკიდებული იყო რუსულ გაზზე, ეხლა მისი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის 58% აშშ-დან მოდის. და ეს მაჩვენებელი 2030 წლისთვის შესაძლოა 80%-მდე გაიზარდოს. როგორც ვნახეთ, ყველაფერი ჩერდება, თუ მათგან თუნდაც ერთი შეფერხდება. და ეს მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა არ არის. ეს სტრატეგიული კატასტროფაა. ამიტომ ჩინეთი სხვა ალტერნატივებს ეძებს. შესაძლოა ამერიკის ყურის სანაპირო გამოსავალს თავაზობდეს. ჩინეთი უკვე დებს ინვესტიციებს აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწებში, მაგრამ ეს ერთადერთი არ არის, რასაც ის ყიდულობს. ჩინეთს არ შეუძლია სამხედრო თვალსაზრისით დაემუქროს აშშ-ს, ყოველ შემთხვევაში ორმხრივი განადგურების რისკის გარეშე. მაგრამ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს დირექტორთა საბჭოების ხდომებზე, კონტრაქტებსა და ინფრასტრუქტურულ გარიგებებში. სათვლისა და გზის ინიციატივა უკვე აშშ-ში მიწაზე აღწევს. რისკები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ მოქმედების გეგმა იგივეა. ჩინეთი ჩუმად ცდის გავლენის საზღვრებს. თავს ამყარებს ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკაში, სადაც კრიზისმა შეიძლება ბალანსი დაარღვიოს. ამერიკის იმპორტის დიდი ნაწილი იყენებს ჩინეთში დამზადებულ ამწეებს, რომელთა უსაფრთხოება საეჭვოა.
რა მოხდება თუ ეს ამწეები მწყობრიდან გამოვა და პორტში საქმიანობა შეჩერდება? ერთი ხარვეზი, ერთი კვირის გაჩერება და მიწოდების ჯაჭვი ჩერდება. და კიდევ არის საკუთრების საკითხი. ჩინური კომპანია ახლა აკონტროლებს ჰიუსტონის ბეიპორტის ტერმინალის ნაწილს, რომელიც უფრო მეტ შიდა და საგარეო ტვირთს ამუშავებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ამერიკული ტერმინალი. ეს კი მეტ გავლენას ნიშნავს. და ეს მნიშვნელოვანია, როცა მილიარდობით ტონა კომერციული და სამხედრო ტვირთი გადის ამ ტერმინალებით. გარდა ტექნიკისა და იერარქისა, ASHS-ის სამხედრო ძალებს ყოველდღიურად 360,000 ბარელი ნავთობი სჭირდებათ, თუნდაც მშვიდობიან პერიოდში, მხოლოდ ოპერირებისათვის. ამ რაოდენობის დაახლოებით ნახევარი გადის ყურის სანაპიროს გადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის ტერმინალებში. მათი შეფერხება კი ამიწოდების ჯაჭვს აჩერებს. ეს საჭიროა არა მხოლოდ წვრთნებისთვის ან მცირე შეტაკებებისთვის, არამედ ჩინეთთან ნებისმიერი დაპირისპირებისათვის. ყურის სანაპირო მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის. ეს ამერიკის ძალის პროექციის მნიშვნელოვანი ნაწილია. კონგრესმაც უკვე განგაში ატეხა ამაზე. პორტები მოწყვლადია. სახელმწიფოთა შორისი ომისთვის საჭირო საზღვაო გადაზიდვის შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობს. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც შეიძლება მოწყვლადი იყოს. და ამერიკისთვის კიდევ უფრო ცუდი ამბავია. ჩინეთი მხოლოდ პორტებში ფეხის მოკიდებას არ ცდილობს. ის ყურის სანაპიროს ენერგეტიკულ მიწოდების ჯაჭვში შედის. ირონიულად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკის ყურის სანაპირო ესეთი ენერგეტიკული გიგანტი გახდა, იყო ჩინეთის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნის დაკმაყოფილება. 2017 წლისთვის ჩინეთი მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის უმსხვილესი იმპორტიორი იყო. იმავე წელს ჩინეთის არაერთმა ენერგეტიკულმა კომპანიამ 20-25 წლიანი კონტრაქტები გააფორმა რეგიონში ამერიკელ მწარმოებლებთან. ჩინეთმა შესაძლოა 2025 წლის გაზაფხულზე შეამცირა თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი ASHS-დან ტარიფების გამო, მაგრამ კონტრაქტები ძალაში დარჩა. გაზის მიწოდება კვლავ გრძელდება. ის უბრალოდ ევროპაში გადამისამართდა მოგების მიზნით. განსხვავებით კატარისგან, რომელიც შეზღუდავს დანიშნულების ადგილებს, ASHS-ს საშუალებას აძლევს ჩინურ კომპანიებს გაყიდონ იქ, სადაც სურთ. ჩინეთს შეუძლია მანიპულირება მოახდინოს მსოფლიო ენერგეტიკის ფასებზე და დაარღვიოს ამერიკული სტრატეგია ევროპაში, ხოლოლგვარი გასროლის გარეშე. მაგრამ ჩინეთი მხოლოდ პორტებში მცირე წილების შეძენით არ კმაყოფილდება. მათ სურთ თავად აკონტროლონ მოპოვების პროცესი. ჩინეთის სახელმწიფო ბანკებსა და კომპანიებს განსაკუთრებით აინტერესებთ ყურის სანაპირო და მისი ენერგეტიკული კომპანიები უკვე იქ მოქმედებენ. Sinopec International's Appomattox-ის პლატფორმაში 21%-იანი წილი ჰქონდა, რომელიც ლუიზიანას სამხრეთ-აღმოსავლეთით 80 მილის დაშორებით დაახლოებით 90,000 ბარელ ნავთობს აწარმოებს. და ეს ერთადერთი არ არის. მან ასევე ითამაშა როლი სტამპიდის ნავთობისისა და გაზის საბადოში, რომელიც მდებარეობს ლუიზიანას ქალაქ ფორჩუნიდან 115 მილის სამხრეთით. ეს წილები 2024 წლის დეკემბერში ბრიტანულ კომპანიას 2 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ მიყიდეს, მაგრამ ეს აჩვენებს, რამდენად არამკაცრი შეიძლება იყოს ASHS-ის უცხოური ინვესტიციების წესები. ეს ყველაფერი საფასუხო სტრატეგიის ნაწილია, რადგან ეს არის ASHS-ის სამხედრო ძალების აქილევსის ქუსლი. ეს შეიძლება იყოს მსოფლიოს ყველაზე განვითარებული და გამოცდილი საბრძოლო ძალა, მაგრამ ის დიდად არის დამოკიდებული უამრავ დეტალზე, რომლებიც ჰარმონიაში მუშაობენ. თუ ისინი ასე არ იმუშავებენ, გრძელი მომარაგების ჯაჭვი წყდება. ირანზე თუნდაც შეზღუდული საჰაერო ოპერაცია ლოგისტიკურ გამოწვევად იქცევა. ჩინეთის წინააღმდეგ კი ეს პრობლემა მრავლდება. ჩინეთის ყოფნა რეგიონში და პორტებში მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას იძლევა. ეს არის ხარჯ-ეფექტური სტრატეგია, რომლითაც კომპენსირდება ტრადიციული სისუსტეები და ჩინეთიც იყენებს თავის ერთადერთ მოკავშირეს და ამერიკის ერთ გეოგრაფიულ სისუსტეს, რათა მოიპოვოს რამდენიმე მოლაპარაკების კოზირი. ჩინეთის ახალი ბაზა კუბაში ამერიკის დაზვერვის საზოგადოებისთვის სრულად მოულოდნელი არ ყოფილა. პეკინი იქ აქტიურობს 1999 წლიდან, როცა მან ჯაშუშური ბაზა გახსნა ბეჰუკალში. კუნძულზე კიდევ ორი ბაზაა, ვაჰაიში და კალაბასარში. ასე რომ კუბა მხოლოდ ერთი ბაზა არ არის. ეს არის ქსელი, რომელიც იდეალურია სიგნალების მოსაპოვებლად და საპორტო მიმოსვლის დასაკვირვებლად, რომელიც მექსიკის ყურედან მოდის. ჩინეთს აქ ბევრი რამ აინტერესებს. პორტების გარდა ASHS-ს მექსიკის ყურეში მნიშვნელოვანი ბაზები აქვს, მათ შორის სპეციალური ოპერაციების სარდლობის შტაბი და ASHS-ის სამხრეთის სარდლობა. ესეთი მნიშვნელოვანი ჰაბების კონცენტრაცია რეგიონში ზრდის თავდასხმებისადმი მოწყობილებას, რაც შეიძლება ოპერაციებისა და მზადყოფნის შეფერხებას გამოიწვიოს. კონტროლი, დაკვირვება, ლოგისტიკა, ეს ყველაფერი მექსიკის ყურეში იყრის თავს. ჩინეთის პოზიციები შემთხვევითი არ არის. ეს არის გააზრებული სულები ჭადრაკის თამაში. და შეიძლება კუბას ჩინეთისთვის კიდევ რაღაც კონდეს შესათავაზებელი, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდით. შებრუნებული ვიწრო გასასვლელები. ფლორიდის სრუტე და იუკატანის არხი ჰორმუზიან მალაგა არ არის, მაგრამ ისინი სტრატეგიულად უნიკალურია. გემების მოძრაობა ASHS-ის ყურის სანაპიროდან უნდა გაიაროს ამ სრუტეთაგან ერთ-ერთში, რომ გავიდეს ღია ოკეანეში. ამიტომ ჯაშუშური ბაზები კუბაში მხოლოდ სამხედრო ან სამრეწველო სიგნალების მონიტორინგისთვის არ არის კარგი. ისინი კარგია ენერგეტიკული და სამხედრო მოძრაობის თითოეული ნაბიჯის დასაკვირვებლად ყურის სანაპიროდან.
იქნება ეს საკმარისი ამერიკული ვაჭრობის ფაქტობრივად შესაჩერებლად? არა, მაგრამ ეს შეიძლება მის დარღვევას გამოიწვევს. გრძელდება მომარაგების ჭაჭობი, ლოგისტიკა რთულდება. აშშ-ს სამხედრო მომარაგების ქსელი კიდევ უფრო გრძელდება, მაშინ როცა ჩინეთის ვიწრო გასასვლელების ბლოკადები ეფექტურად რჩება. ზუსტად ამიტომ არის მექსიკის ყურის სანაპირო ესეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი. მცირე შეფერხებაც კი აქ შეიძლება გადაიზარდოს სტრატეგიულ კოშმარში შეერთებული შტატებისთვის. ზუსტად იმავე კოშმარზე იმედოვნებს ჩინეთი, როცა ტაივანს უმზერს. მას რას აკეთებს ფედერალური მთავრობა ამაზე? საკმარის? არა. კონგრესი ჩიხშია შესული. შტატები მოქმედებენ პირველები 2021 წლის ფედერალური ანგარიშის საფუძველზე. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ 40 მილიონი აკრი სასოფლო სამეურნეო მიწა ნაწილობრივ ან სრულად უცხოელ სუბიექტებს ეკუთვნით. ზოგიერთი მათგანი მდებარეობს პორტებთან, ენერგეტიკულ ტერმინალებთან და სამხედრო ბაზებთან ახლოს, რაც იწვევს შეშფოთებას კრიტიკული ინფრასტრუქტურის კონტროლის, ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების შესახებ. ამიტომ შტატებმა დაიწყეს გამგაცრება. 2021 წლიდან 50 კანონპროექტი იქნა მიღებული, რომლებიც ზღუდავს უცხოელების საკუთრებაში არსებული ქონების უფლებას. უმეტესობა მიზნად ისახავს სასოფლო სამეურნეო მიწებს, ზოგი კი კონკრეტულად კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე მიწებს. თუმცა ათეულობით კანონის მიუხედავად კვლავ რჩება ხარვეზები. არც ერთი საერთო ჩარჩო სრულად არ იცავს მექსიკის ყურის სანაპიროს ენერგეტიკულ და პორტულ ობიექტებს. ამიტომ კანონის არარსებობის შემთხვევაში ჯერ უნდა მოემზადო უკიდურესობებისთვის. მაიამის სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად ამოწმებს ჩინეთში წარმოებულ ამწეებს. ამოწმებს კიბერუსაფრთხოებასა და ოპერაციულ სანდოობას. სანაპირო დაცვის სამსახური ჩინეთთან ომისთვის ვარჯიშობს. ომი პირველ კუნძულთა ჯაჭვში იქ არ დარჩება. ჩინეთი შეეცდება შეასუსტოს ამერიკის შესაძლებლობა ომის გაგრძელებისთვის ეკონომიკური და ლოგისტიკური დივერსიების გზით. სანაპირო დაცვის სამსახურმა შეისწავლა შესაძლო გამოწვევები. მათ შორის ისიც თუ როგორ შეიძლება ჩინეთის აღჭურვილობამ და ინვესტიციებმა მას მნიშვნელოვანი შიდა ინფორმაცია მისცეს. ასე რომ წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ ისეთი პორტები, როგორიცაა პორტ არტური ტეხასში, ოპერაციულ შეფერხებებს განიცდიან. ამწეები მწყობრიდან გამოდის. დატვირთვა და გადმოტვირთვა ჩერდება, მომარაგება ნელდება. საბრძოლო მასალა და მნიშვნელოვანი ტვირთი იწურება. და ეს მხოლოდ დასაწყისია. მექსიკის ყურაში არსებული საზღვაო საბურღი პლატფორმები მწყობრიდან გამოდის. საბურღები აღარ რეაგირებენ ოპერატორის ბრძანებებზე. უსაფრთხოების ჩამთველები არ აქტიურდება. ოპერატორები ცდილობენ ხელით მართვას, მაგრამ ზოგიერთი პლატფორმა აფეთქებას იწვევს. ამასობაში რეგიონში მყოფი გემები GPS-ის გაუმართავობას აფიქსირებენ. სანაპირო დაცვის მთავარი შიში რა არის? შეჯახებები დატვირთულ მარშრუტებზე, მაგალითად ნიუ-ორლიანში. საზღვაო მოძრაობა ძლიერ ნელდება ან სრულად ჩერდება. აშშ-ის სამხედრო ძალებს ვეღარ აწვდიან მარაგს. ჩინეთის სარაკეტო დარტყმები ანადგურებს აშშ-ისა და მოკავშირეთა ბაზებს წყნარ ოკეანეში. აშშ-ის საზღვაო ფლოტის ბლოკადაც კი მალაკის სრუტის მსგავს სტრატეგიულ წერტილებზე უსარგებლო გახდება. დისტანციის ტირანია იწყებს გამარჯვებას და ამერიკის საზღვაო სისტემით მხარდაჭერილი 26 ტრილიონი დოლარი ქაოსში ვარდება. ამიტომ სანაპირო დაცვის სამსახური ახალ ინვესტიციებს ახორციელებს. დრონები აკვირდებიან იმ ადგილებს, სადაც გემები ვერ მიდიან. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ანომალიებს დროულად აფიქსირებს, სანამ ისინი გამწვავდება. მისისიპიზე ერთი არასწორად მოქმედი გემი შეიძლება უფრო დიდი პრობლემის ნიშანი იყოს ღია ზღვაში. ადრეული გამოვლენა განსაზღვრავს, იქნება ეს კატასტროფა თუ მისი შეკავება. და ამის უზრუნველსაყოფად სანაპირო დაცვის სამსახური უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის კიბერსარდლობასთან და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსთან, რათა დაიცვას პორტები, ტერმინალები და მილსადენები. მაგრამ შეერთებული შტატები ამას მარტო ვერ შეძლებს. აშშ-ის საზღვაო ინსტიტუტმა მკაცრი გაფრთხილება გასცა, რომ ამერიკის სანაპირო ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭიროა უფრო მეტი საწარმოო შესაძლებლობა, ვიდრე ქვეყანას ამჟამად აქვს. სანაპირო დაცვა ჯერ კიდევ 10 წელზე მეტს აშორებს იმას, რომ თავისი არსებული ფლოტის მოძველებული გემებიც კი შეცვალოს. მოკავშირეები აუცილებელია. მათთვისაც ბევრი რამ დევს სასტორზე. ევროპა აშშ-ს გათხევადებულ ბუნებრივ გაზზეა დამოკიდებული, მას შემდეგ რაც რუსული მიწოდება შეწყვიტა. ამასთანავე იაპონია ამჟამად თავისი გათხევადებული ბუნებრივი გაზის დაახლოებით 9-10%-ს აშშ-შოდან ირებს. მოკავშირეთა კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე, რომ მექსიკის ყურის სანაპიროზე მოძრაობა შეუფერხებლად გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ საუკეთესო თავდაცვა შეიძლება იყოს კარგი შეტევა. 2026 წელი მოულოდნელი მოვლენით დაიწყო. აშშ-ის ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს. მაგრამ ოპერაციის რეალური დამარცხებული ალბათ კუბა იყო. ვენესუელა კუბასთვის ყველაზე სანდო ენერგიის მომწოდებელი იყო. დღეში 26,000-ზე მეტი ბარელი ნავთობით, რაც 2025 წელს კუბის საერთო დეფიციტის 50%-ს შეადგენდა. როდესაც აშშ-მ 2026 წლის თებერვალში ეს მიწოდებები დაბლოკა, კუბამ ბოლო 10 წლეულების ყველაზე მძიმე საწოვის დეფიციტი გადაიტანა. ავტობუსის გაჩერებები დაცარიელდა, ოფისების სამუშაო საათები შემცირდა. ოჯახები საჭმლის მოსამზადებლად შეშისა და ნახშირის ღუმელებს მიმართავდნენ. ელექტროენერგიის გათიშვები თითქმის მუდმივი გახდა. აშშ-ისთვის ეს დიდი სავაჭრო ბერგეტია. კუბის მთავრობაც კი აღიარებს, რომ თეთრ სახთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
კუნძულოვან ქვეყანას თავისი ორიენტაციის შეცვლა სჭირდება და ჩინური ბაზები ერთ-ერთი პირობა იქნება თუ კუბას სურს, რომ ელექტროენერგია აღდგეს. მაგრამ თუნდაც ეს ბაზები მოიშორონ, მექსიკის ყურის სანაპირო მაინც პრობლემად რჩება. რეგიონი პატარაა, სტრატეგიული და სავსეა აქტივებით, რომლებიც უცხოური ინვესტიციების წესებით იმართება. სინამდვილეში მექსიკის ყურის სანაპირო დროის ბომბია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს. ჩინეთი გრძნობს, რომ ტაივანის დასაპყრობა დრო იწურება. დარჩება თუ არა მექსიკის ყურის სანაპირო ამერიკის სიცოცხლის ხაზად, თუ გადაიქცევა მის აქილევსის გუსლად. გმადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მეტი მსგავსი ვიდეოს ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მომავალ შეხვედრამდე Map Pack-ზე.